ლეგენდების უკანასკნელი ცეკვა ამერიკაში სკანდალური ჩარევა თეთრი სახლიდან. ტაქტიკური სიახლეები და საჭადრაკო პარტიები. მესი, მბაპე, კეინი თუ ჰოლანდი. მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და რა დაგვანახა მუნდიალმა საქართველოს ნაკრებთან მიმართებით. ცროცხრიანი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ძალიან ცხელ მატჩებს შემოგთავაზებს ტაქტიკურ ანალიზს და საქართველოს ნაკრებთან საინტერესო პარალელები გვექნება, წვავე კრიტიკაც იქნება და მოკლედ თქვენ რო გიყვართ ისეთი ტაქტიკური ნიუანსებით დახუნძლული ვიდეო გელოდებათ. რა თქმა უნდა, გათამაშებაც კვლავ ჩვენთან არის. წესები მარტივია, ბოლოსკენ მოკლედ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ რომ უნდა დაალაიქოთ უეჭველი დღევანდელი ვიდეო. ავდივართ 2000 ლაიქზე და კრისტალ სპორტის YouTube არხის გამოწერაც არ გამოგჩეთ. გადავიდეთ ახლა პირდაპირ ანალიზზე, არ დავკარგოთ დრო. ბევრი ცხელი თემა მაქვს თქვენთვის მომზადებული. პირველი თემა დავიწყოთ ყველაზე ცხელი მატჩით, ბოლოდან დავიწყოთ, ასე ვთქვათ, არგენტინა ეგვიპტის წინააღმდეგ. ყველაზე ისეთი აქტუალური თემა მესიდან გამომდინარე და, მესინდეც მივალთ, მაგრამ ჯერ მოდი სკალონის გუნდს შევეხოთ. 4-4-2-ს თამაშობენ და არის პოპულარულია ეს შედარება, ხშირად ხდებოდა თავს ინტერნეტში, მადრიდის ატლეტიკო არის მესის გარეშე და მართლაც ძალიან დიდი მსგავსება არის. ამათ სიმეონე წვნელი არ ყავთ, მაგრამ მინდორზე ყავთ. ჯოვანი სიმეონე 4 ნახევარმცველი და 4-ვე არის ცენტრალური ამპლუით და აქ რას მინდა ყურადღება მიაქციოთ რომ არგენტინას არ ყავს არც ფედე ვალვერდე და არც მარკოს ლორენტე, ანუ თანამედროვე ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები, რომლებიც არიან უნივერსალები. ანუ ორივეს ხო იცნობთ არა საკლუბო ფეხბურთიდან თუნდაც შეუულიათ ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშონ. ფლანგზე დაცვაში, ნახევარდაცვაში ყველგან. ასეთი ტიპის ნახევარმცველები არგენტინას არ ყავს, ყველა არის ცენტრალური და მეტად უფრო დაცვითი სტილის ან ბურთის დამჭერი 6 ნომრები არიან რა. და რაც თავარია ნელი, სწრაფი ნახევარმცველები ნაკლებად ეთქმის არგენტინელთა 4-ულს. ეს ყველაფერი პრობლემური გახდა, იმიტომ რომ 4 წელი გავიდა წინა ჩემპიონობიდან, დაბერდნენ, ანუ ასაკში შევიდნენ, პლუს ამას მესის 39 წლის არის და აღარ არის ის მესი, რომელიც წინა მუნდიალზე იყო და რავი, დაცვაშიც ვერ ვხედავთ ვერანაირ სიახლეს. ეს ყველაფერი დიდი რისკის შემცველია და თუ საწყის 2-3 თამაში არგენტინას ბევრი არაფერი არ ეტყობოდა, ნელ-ნელა უკვე ჯერ კაბო-ვერდესთან, ეგვიპტესთან განსაკუთრებით, ფიზიკურად ძლიერმა და სწრაფმა გუნდებმა, მაღალი პრესინგის თამაში ვისაც შეუძლია და სწრაფი კონტრშეტევები, ეგრევე დაგვანახა თუ რა შეიძლება დაემართოს, მაგალითად, რა ვიცი, მაროკოს რო შეხვდა ეს საფრანგეთს, ესპანეთს, შესაძლოა ინგლისმაც შეუქმნას პრობლემები. ანუ სუიციდისკენ მიმავალი ნაბიჯები შეინიშნება თითქოს თუ ასე გააგრძელეს თამაში და ეხლა უშუალოდ ფოტოებს და ვიდეოებს განახებთ, ანუ რა რისკებს შეიცავს არგენტინის თამაში. 4 ნახევარმცველი რას აკეთებენ პირველ რიგში, ანუ რა მესიზე არის ფოკუსირებული მთლიანად, მთელი გუნდი. ეს არის ყველაზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს ყურება, მაგრამ ამავდროულად საგანგაშოც არის, იმიტომ რომ ამ ასაკში ვიყო ფეხბურთელი, რომ დღემდე ისევ ათრევს მთელ გუნდს, ეს კაი ვერ იქნება, ბუნებრივია. ალვარესისგან და ლაუტაროსგან ველოდით, რომ ჩაატარებდნენ პირიქით წინა მსოფლიოზე გაცილებით კარგ ტურნირს, იმიტომ რომ მაგათი პრაიმი ეხლა უნდა ყოფილიყო და არც ერთ ფორმაში არ არის დიდად, განსაკუთრებით ალვარესი და ისევ ამ 4 საყრდენის ფონზე მესის უწევს ყველაფრის გაკეთება და პირველი კადრი მინდა განახოთ. 4-ვე ნახევარმცველი უფრო ცენტრისკენ დგანან, კუმშავენ სივრცეს და აქ რა ხდება რა? ხაფანგში იმწვდომენ მეტოქის ნახევარმცველებსა და მცველებს, გასახანს არ აძლევენ და ბლოკავენ. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მესი დარჩეს 1 ან 2 მცველის წინააღმდეგ და მათ შორის არსებულ სივრცეში შეირბინოს და ერთ პასს ახლა ენცო გაუკეთებს თუ დეპოლი თუ მცველი იქნება ვინმე, სულ ერთია პასს გაკეთება ყველა შეუძლია არგენტინის ნაკრებში. აი ამ ფანდრს, აი ამ მატყუარა მანევრს ხშირად მიმართავდნენ პირველივე ტურიდანვე და ყველაფერს ხედავთ აქ ვიზუალურადაც, იგივე კაბო-ვერდესთანაც გატანილი გოლი ამ ყველაფერს მესის 1-1-ზე დარჩენას ემსახურებოდა. შეკუმშული სივრცე, რამდენიმე პასი, გადათამაშება ფლანგების და წკაპ და მესი ჩება 1-1-ზე და ან მეკარესთან ან მცველთან და გადის გოლი. ეს ყველაფერი ნახეს, შეცდომები იყო, მე დაამუღამეს, გაშიფრეს და უკვე ამან აღარ იმუშავა ეგვიპტესთან. ანუ ელოდებოდა ამას ეგვიპტე და აქ მომენტსაც ხედავთ, რომ 3-1-ზე დარჩნენ მესისთან და უკვე იმდენი პრობლემა აღარ იყო, რომ ეს 3 კაცი რო გადაყვა, სხვებმა ინდივიდუალურად არსებული სივრცე ვეღარ აითვისეს. რატომ? წეგან ვისაუბრეთ ამაზე. ზედმეტად პრაგმატული არის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა და ნიკოლა ტალიაფიკო მარცხენა მცველი, რომელიც არც ისეთი შემტევის სტილის არის თავის კარიერიდან გამომდინარე, ყველაზე სახიფათო კაცი იყო სადღაც ტაიმ ნახევრის განმავლობაში არგენტინის შემადგენლობაში. ეს კარგი ბუნებრივია ვერ იქნება.
მეორე ტაიმში, როცა 2-0-ს აგებდა არგენტინა, ნელ-ნელა ცვლილებებს მიმართა სკალონი და დაახლოებით იმას დაემსგავსა შემადგენლობა, რაც უნდა იყოს ოპტიმალურთან მიახლოებული ვარიანტი იყო, თუმცა ვერაულით გვერდს აი ამ სკანდალურ მომენტს ყველა საინტერესებს. აქ ან პენალტის ეპიზოდი, როცა ალვარესმა წაართვა ბურთი სალახს, ჯერ სუფთად და შემდეგ ქონდა ფეხთან შეხება, დაეცა სალახი და მე გაიტანა არგენტინამ გოლი რამდენი პასის შემდეგ. კადრშიც ხედავთ, პოზიცია დაკარგა სალახმა და ანუ ბურთთან უპირატესობა აღარ ქონდა რა. კონტროლი აღარ ქონდა ბურთთან. რადგან პირველად სუფთად მიურტყა ფეხი და დააკარგვინა კონტროლი ალვარესმა, ანუ მეორე შეხება უკვე ორთაბრძოლად ჩაითვალა და შემდეგ წამოიღო და ანუ გავიდა გოლი. მაინც სკალონიზე უნდა თქვა, ოპტიმალური შემადგენლობა არგენტინის როგორი შეიძლება იყოს. ნახეთ იქ მესის გოლი, ლაუტარო ძალიან მაგრად შემოვიდა, მაგრამ აქამდე საქმე თუ კიდე მიიყვანა არგენტინის ნაკრებმა და რამდენჯერ შემოატრიალებს და გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ რა. და რავი ხა 4 წლის მერე თუ ისე ანუ რას შვებიან ისი მიღწევა უნდათ ხო? მესი თავის დაამტკიცა, ამ ნაკრებმა თავისი მოიგო, არაფერი აღარ აქვთ ამათ ვინმესთვის დასამტკიცებელი. სოფლიო ჩემპიონები არიან რა. ყველანაირი რეკორდი დამყარებული არის და უბრალოდ გამოდიან სიამოვნებისთვის და რომ ჯიგრულად ითამაშონ და ბოლომდე იბრძოლონ. რესურსი აქვს საკმაოდ კარგი არგენტინას. იგივე ნიკო პასი არის კამზე, ჯულიანო სიმეონე არის, ვალენტინ ბარკოვ. კარგი ფეხბურთელები ყავთ, მაგრამ არ იყენებს ამას. სკალონი და ისე თავისთავად შეება, რომ ძველ გვარდიას ენდობა, ასე ვთქვათ რა და ისე უკანასკნელი ცეკვა არის მთელი გუნდის, ასე ვთქვათ. ან შესაძლოა მალავს ბოლო მატჩებისთვის, უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის და მოულოდნელი ტაქტიკური ნაბიჯი შემოგთავაზოს, არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა მე პირველ ვერსიას უფრო ვემხრობი, მაგრამ არც მეორეს გამორიცხავ მოულოდნელობის ეფექტს სკალონის მხრიდან. სავარაუდო შემადგენლობას ხედავთ არგენტინის, ჩემი აზრით, თქვენ რას ფიქრობთ, ანუ წინა სამეული უნდა იყოს ნიკო გონსალესი, ლაუტარო და მესი, დანარჩენი უკან უცვლელია, მაკალისტერის კამზე უნდა გადასდეს, იმიტომ რომ საშინელი სეზონი ჰქონდა ლივერპულში და ამოვარდნილი არის სცენარიდან ნაკრებში და ზოგადად უფრო ძლიერ გუნდებთან შვეიცარია, შემდეგ უფრო ძლიერი მეტოქეები ელოდება ნახევარფინალში და უკვე ფინალში თუ გავიდა ხო საერთოდ. რა შანსები აქვს არგენტინას და სისტრაფეებს ვეღარ ყვებიან, ეგ აშკარად ჩანს და სადაც გამოიყენა მოკრძალებულმა ეგვიპტემ სხვა უფრო გამართული და სწრაფი ნაკრები, არ ვიცი, ძალიან დიდი რისკის ქვეშ შეიძლება დადგნენ და თქვენ ვერსიები მოკლედ გამოუშვით არგენტინასთან მიმართებით, ნუ მესიზე ბევრს არ ვილაპარაკებ. გოუთი არის ეს კაცი ჩემი აზრით და დახურული აქვს ფეხბურთი არაერთხელ მithქვამს და ეხაც თამამად დავაფიქსირებ ჩემას ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ამ ასაკში, რასაც აკეთებს, დაუჯერებელი არის უბრალოდ. თუ ვინმე არის დოპინგზე შესამოწმებელი, ჯასტინ გეიჯი კი არა, პირველ რიგში მესი უნდა შეამოწმონ, მე მგონი არ ვიცი, რო უყურებ ადამიანის თავისდელებას არ ტოვებს. ამ ასაკში ესეთი დრიბლინგები და 120 წუთის თამაში და ასე შემდეგ მართლა დახურული აქვს ფეხბურთი ამას. გადავიდეთ ახლა შემდეგ თამაშებზე, გაცილებით უფრო დეტალებში ვინდა ჩაგიშალოთ და ყველა გრანტს მინდა რომ თითქმის შევეხო და ყველა გულშემატკივარი რომ არ დამჩეთ უყურადღებოთ. ბევრი მესიჯი იყო, ელოდებოდით და მაქსიმალურად შევეცადე რომ ყველას აზრი გამეთვალისწინებინა. ორი წამის საქმე შეგახსენებთ, რომ 2000 ლაიქზე უნდა ავიდეთ დღეს აუცილებლად, გათამაშება რომ ჩაითოს და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი, რომ ჩვენი გუნდის შრომა დააფასოთ. თქვენს კომენტარებს ტრადიციულად ველოდები, ყველა მათგანს ვეცნობი, შეძლებს დაგვარად. ახლა ნორვეგია ბრაზილიას უნდა შევეხო. ორი განსხვავებული თემა არის, მოულოდნელობა ნორვეგიის მხრიდან და ბრაზილიის ნაადრევი დასასრულიდან უფერული. ამ მატჩში ან პირველ რიგში თვალშისაცემი რა იყო, რომ ნახევარდაცვაში სოლიდურ ოპერატორობას ფლობდნენ სკანდინავიელები და ამას არ ველოდებოდით, რავი. ალბათ ცოტა თუ ველოდებოდა ნორვეგიისგან ბურთის გაკონტროლებას, ხო? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? სოფლიო რო დაიწყო, ბრაზილიას ეგრევე დაიწყო, ცენტრში ჰქონდა პრობლემა, გადაბერებული და ესეთი შენელებული ნახევარდაცვა იყო დაცვის ფლანგებთან ერთად. ის ხო ცალკე ტრაგედიაა, რომ ზენიტის ფეხბურთელი ყავთ მარცხნივ და იქეთ ალ რაღაცის საუდის არაბეთიდან და მე 34 წლის დანილომ შეცვალა და 20 რაღაცა წლის ალექსანდროც ყავთ სკამზე, რომ იგუაინი რო იუვენტუსში თამაშობდა, მაშინ იყო დანილოს ალექსანდროს პრაიმი და რაღა დროს ალექსანდრო არის, არ ვიცი, უბრალოდ პენსიონერთა თავშესაფარი გახდა უკვე ბრაზილიის ნაკრები და ცენტრში გიმარაეში კაზემირო პაკეტას სამეული ტოვებდა მეტი კრეატივის სიხისტის და სისტრაფის სურვილს რა, რომ უყურებდი რაღაცა აკლდათ. პაკეტა მიიღო ტრაუმა, ნორვეგიასთან მატჩის წინ არ იყო და ანჩელოტიმ გარისკა დაამატა მარტინელი, რომელსაც წინა თამაში კარგად ჩაატარა და 4-4-2-ზე გადააწყო გუნდი და ეს ძალიან მაგრად გამოიყენა ნორვეგიამ. და ეხლა მინდა კადრები განახო თუ რატომ. პლუს 1 ნახევარმცველი ხო ყავდა, 3 იყვნენ ცენტრში და ყოველ ჯერზე დააკვირდით
ეს ხაზზე განლაგებული 4-4-2 ქონდა ბრაზილიას, სულ ოდეგორი რჩებოდა ყოველთვის მარტო. კაზემირო და გიმარაიში გადართულები იყვნენ სხვადასხვა ფეხბურთელებზე და სულ აი მე რამდენი კადრი არის უბრალოდ რომ ესე რჩება თუ მოთვალყურეოთ, მარტივად იღებდა ბურთს, ცვლიდა ტემპს, მიმართულებას, შეტევის, კონტრშეტევის და ისეთი შტაბ-შტილები იქნებოდა რა გრანდი რაღაცა ბურთის ფლობის მოყვარული ხდება აუთსაიდერ გუნდს. აი ესეთი შტაბ-შტილება იყო დიდი ხნის განმავლობაში. ამ მარტივად გათამაშებულმა კომბინაციებმა და ფლანგებამდე მიტანა და ჩაწოდებადან ჰოლანდი რა შემსრულებელი, ადონის შემსრულებელია, ყველამ კარგად ვნახეთ რა გოლები გაუტანა და ის ხო საერთოდ პირველი გოლი უბრალოდ კადრს ხედავთ, როგორ მისეირნობს, ვითომ არაფერი არ ხდება, ესეთ გას მოწყენილი ბავშვივით და ნაბიჯ ვიდის, არავინ არ მეურვეობს, არც ელოდებიან არაფერს და იცის რა დროს უნდა აფეთქდეს და უცებ ჰოპ, ჩაწოდება და გადის გოლი. ეს რო ვნახე პირველად ეს კადრი, თამაშის დროს ტელევიზორიდან არ აღიქმებოდა ეს რა. თორე კამერა მოძრაობს, სხვადასხვა რაკურსია და ეს ტრიბუნიდან გადაღებული ვიდეო საოცრება იყო, უბრალოდ რა მაგრად დაუმალესო ჰოლანდი როგორ უნდა თქვა, მაგრამ რომ ფაქტია, რომ ყველას გამოეპარა და ნახევარდაცვის წაგებიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ზოგადად ბოლო 10 წლეულში და ბევრჯერ მithქვავს რუსეთში, ვისაც მაგარი ცენტრი ყავს და ნახევარდაცვას იგებს, მეტწილად ეგეთი გუნდები იგებენ ჩემპიონატებსაც და დიდ მატჩებსაც და ნელ-ნელა მაგას საინტერესო მიმართულებით წავიყვან ეხა ამ ნიუანსს. პორტუგალია ესპანეთზე გადავედით ეხა და ძალიან ცხელი თემა არის პორტუგალიის ნაკრები, გამოუყენებელი რესურსი და მაგარი პარალელი არის და დაფასება. ლუის ენრიკე რაუდენ გენიალური მწვრთნელი არის, აქ ჩანს ეხა რობერტო მარტინესი ყველაფერს შვება რომ დაგვანახოს ლუის ენრიკეს გენიალურობა, ანუ ვინც ვერ ხედავდით და გიჭირდათ ენრიკეს დამსახურებების აღქმა, აგერ რობერტო მარტინესმა უფასო გაკვეთილი ჩაგვიტარა ყველას მასტერ-კლასი ბრჭყალებში, ბელგიის ოქროს თაობა ხო დაასაფლავა და მიაყარა მიწა. ეხა პორტუგალიას აგერ გაუკეთა მაგარი საქმე. ლუის ენრიკემ რაც გააკეთა ამ ცენტრით, ანუ ვიტინია ნევეში, მსოფლიოს საუკეთესო დუეტი ბოლო 2 წლის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, ხო ეგრე არის, კი, ფაქტია და აი ამ ორ ადამიანს წინ უდგას პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც საგოლე პასებით ანგლის რეკორდი მოხსნა, ბრუნო ფერნანდეში. დანარჩენ ფეხბურთელებსაც შევეხოთ ნუნო მენდეში, რონალდო ცალკე თემა არის, ლეაო ბერნარდო სილვა, სემედუ, რუბენ დიაში, ანუ რესურსი იმხელა აქვს პორტუგალიას, რომ საინტერესო, გააზრებულ კრეატიულ ფეხბურთს თამაშობდნენ, სწრაფი ამოსვლებით, პრესინგიც არ უნდა უჭირდეთ და ანუ კრეატიულ შორიდან უნდა ურტყავდნენ და მრავალფეროვნება, უნდა იყოს დიდი დოზით ამ გუნდში, ამ გუნდის თამაში. მაგრამ რა ხდება? აშკარად რაღაცა გასახდელში, აი მე ვერავინ დამაჯერებს, რომ მაგათთან გასახდელში სიტუაცია არის დალაგებული. აგ ერთ კადრს განახებთ ესპანეთი პორტუგალიიდან წყლის შესვენება, როდესაც იყო რობერტო მარტინესმა სცადა, ამ მომენტში 0-0 იყო ჯერ, გაითვალისწინეთ ეს არაგებდნენ. აი დარიგებებს აძლევდა ეხა ტაქტიკურს, ვიყენებენ წვრთნელები რა მაგ დროს და რონალდომ როგორ აუქნია ხელი, თავი შემეშვიო რა. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და კაი, ანუ გაერიდა ეგრევე, შეეშვა. იშტი ანუ ჩამოჯდა მე იქ რაღაცა ყუთზე და მარტინესმა გააგრძელა სხვა ფეხბურთელების დარიგება, მე ბერნარდო სილვამ სადა გუნდში ტემპერატურის დაწევა და ყველას ასე თქვა დაშოშმინება და ანუ მარტივად გამოჩნდა ახაც რა გავლენა და ავტორიტეტი აქვს რობერტო მარტინეს ზოგადად და პრინციპში არც უნდა კონდეს მეტი ავტორიტეტი ამ წუთას, იმიტომ რომ არაფერთვის მიუწევია კარიერაში, თუ არ ჩავთვლით უიგანთან ერთად დინოზავრების დროს მოგებულ ინგლისის თასს. და ის სიტუაცია რომ აი მესიზე რო თამაშობს მთელი არგენტინა, ხო ესეც კაი პარალელია და მესი არგენტინისთვის და მთელი არგენტინა მესისთვის, ხო? ეს არის ერთი ორგანიზმია და ადეკვატურად, ობიექტურად ხდება ეს. იცემა დაბრუნება და აი ამ სიტუაციაში, იგივე ხორვატიასთანაც მენდეშმა გააკეთა, რომ ისეთ სიტუაციაში შეტენა ბურთი რონალდოს, იქ არ უნდა მიეცა კრისტიანოსთვის პასი. ზოგადად კრისტიანოს უნდა გაუკეთონ, აი გადაცემები და თუ საჯარიმოში არ ჩაუწოდე, უკვე 51 წლის რონალდოს გამოყენება ძნელი არის ამ ასაკში. და აქ აშკარად დასარტყმელი ქონდა მენდეშს და აი რა ვქნაო და რონალდო დაინახა, უცებ ესე შეიაჩეჩა ბურთი ფეხებში და ანუ მარტივად ჩაუჭდეს ხორვატებმა და კონტექსტიდან ამოვარდნილი თამაში ბევრი იყო პორტუგალიის ნაკრების შესრულებით და ეს ყველაფერი ჩანს იქიდან, რომ დაულაგებელი არის. გასახდელი იგივე ნევეშის განცხადება ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც მე ბოდიშს მოხდა მოუწია, მოკლედ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, რაც მსოფლიოს მიმდინარეობის დროს არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ესპანეთთან ნორმალურად დაიწყეს შედარებით თამაში პორტუგალიამ, იმიტომ რომ უხერხული მეტოქი არის პორტუგალია ესპანეთისთვის, ყოველთვის ასე იყო.
პიკში მყოფ საუკეთესო ესპანეთსაც კი იმ ოქროს თაობასაც უჭირდა პორტუგალიასთან თამაში, გვახსოვს გაწურული ფრეები და 1-0-ები და ამ შემდეგ და აქაც თითქოს რაღაც ეგეთი პირი უჩანდა და ესპანეთამდეც მივედით, აი რას ვერ უსრულებდნენ დე ლა ფუენტეს, რა იყო აქ დავალება ვერ გაითავისეს ფლიკის ბარსელონას რაღაცით წააგავს დე ლა ფუენტეს ვერტიკალური თამაში და ეს შემტევ ნახევარმცველებს ეხება პირველ რიგში 4-2-3-1 თამაშობს ესპანეთის ნაკრები და ცენტრ ფორვარდს ოიერზაბალს, რომელიც არ არის სასურველი კანდიდატურა, მაგრამ მეტი არ ყავთ. 10-იანი და 6-იანი, 8-იანი, როგორც გინდათ პედრის ისე უწოდეთ, უნდა ეხმარებოდნენ შერბენებით და ჩარბენებით, ანუ მეორე ფორვარდი, რასაც ფერმინ ლოპესი თამაშობს ბარსაში და სხვათა შორის ძალიან მაგრად დააკლა ესპანეთის ნაკრებს, მაგის ტრავმა მაგრად ეთყობათ. ანუ ვერ ამარაგებდნენ და ავსებდნენ აი ამ ზონას. დააკვირდით, ეს ზონა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი არის ესპანეთის ნაკრებისთვის, აქ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ რა. ამდენი გამჭოლი გადაცემა რო კეთდება, ვერტიკალური ჩაგდებები იქ და გარეთ ერფები იამალის, ბაენა, როდრი, ყველა ცენტრალური მცველები, კუბარსი და ლაპორტი, მაგარი პასით გამოირჩევენ, კუკურელიაც ცალკე ფენომენი არის. ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ მარტო ოიერზაბალი იყო და კადრებში ჩანს, რომ ვერ ითვისებდნენ აი ამ სივრცეებს, რომელიც იქმნებოდა. და რამდენი ელოდით უბრალოდ, რომ ტაიმის მიწურულს, მეორე ტაიმის მიწურულს, გაიყვანდა ოლმოს და პედრის ერთად და შეიყვანდა რუის და მერინოს. ანუ როდრი, რუისი, მერინო სამეული დიდი ფიზიკურად ძლიერი ტლანკი სამეული, არაშემტევი ტრიო. და პორტუგალია, რომელსაც გააკეთა შემტევი ცვლილებები, ძალიან შეტევაზე გადაეწყო, რობერტო მარტინესი, მოულოდნელობა იყო, თითქოს პირიქით უნდა მოხდარიყო რა. რამდენად გენიალური წვრთნელი არის დე ლა ფუენტე და როგორ იცნობს რესურსს, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს ყველაფერი. და ფერან ტორესიც არ დავივიწყოთ, ჩვენი ბარსელონას გომაგების მუდმივი ობიექტი კრიტიკის გაგიკვირდებათ და რავი, ამ კაცსაც კი ძალიან მაგრად იყენებს დე ლა ფუენტე და სხვათა შორის სწორად, იმიტომ რომ ხშირად და მეტწილად ფლანგიდან თამაშობს შესრულებზე ტორესი და არა ცენტრ ფორვარდად, როგორც ბარსაში ხდება, ამ კაც გოლის ალღო და ის კვლელის ინსტინქტი არ აქვს ხრიანის რა და თუ იყენებ, უნდა გამოიყენოს კამიდან და ისიც როტაციაში. და ისევ ეს ზონა ტორესმაც და სხვებმაც ძალიან კარგად შეავსეს, ეს პატარ-პატარა სამკუთხედებს ქმნიან, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან დაახლოებით ზონა 14-დან. ეს რამდენჯერმე გააკეთეს ესპანელებმა შეცვლების შემდეგ და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მოიტანა გოლი პორტუგალიის კარში. საერთოდ არ ველოდი მე, ანუ არ ვიცი, ალბათ მარტო დე ლა ფუენტე ელოდებოდა აი ამ მომენტში, როცა ყველა დამატებითებისთვის მოსდებოდით და უბრალოდ ფენომენალური იყო და პირადად, როგორც იტყვიან, მეორე ტაიმს წვრთნელი იგებსო, აი ეს საჭადრაკო პარტია პირწმინდად მოუგო რობერტო მარტინესს. ძალიან ზედმეტად ხო არ ხდება თქვენი აზრით მივადექით ახლა საფრანგეთს. საფრანგეთის ნაკრებს, რომელსაც ჯერ არ ჩაუბარებია რთული გამოცდა, უპირობო ფავორიტად ასახელებენ და გასაგებია რესურსი და გამომდინარე შთამბეჭდავი შეტევა ყავს. მაგრამ აი ესპანეთმა პირველი გამოცდა კარგად ჩააბარა და ფრანგებს ეხელოდებათ ჯერ მაროკოსთან ასიზამენ, ეგ არის საინტერესო და როგორ თამაშობს დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრები და რატომ არის ასეთი უძლეველი მივადექით ახლა მამლების ანალიზსაც. შემტევი უთხეული საფრანგეთის ნაკრების შთამბეჭდავად გამოიყურება და ასეთი შემტევი შემადგენლობა არავის ყავს ევროპის ჩემპიონატზე. მეოთხე კაცი იცვლება ძირითადად ბარკოლა ან დუი არის ხოლმე მეოთხე და ნუ სამეული მბაპე, ოლისე და დემბელე წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობენ და თავარი ტაქტიკური მანევრი არის, რომ პოზიციებს ცვლიან გამუდმებით. კადრები მინდა განახოთ, ეხლა ეგრევე ანუ ყოველთვის რთულია ფეხბურთელი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ადგილს სულ იცვლის მინდორზე და გააჩერო. რა მაშინ უნდა სდიო მთელი თამაში და რთულია ძალიან სხვადასხვა პოზიციაზე გადახვიდე შენთვის არაკომფორტულზე და გააჩერო კონკრეტული ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში. ძირითადად ესე არ ხდება ხოლმე. და 4-ვე შემტევი ყოველთვის აი ხედავთ რა სხვადასხვა ადგილებში გვევლინებიან. თან გოლები გააქვთ, ანუ სხვადასხვა პოზიციებიდან განა უბრალოდ გადადიან და იქ დგანან დაბნევის მიზნით. ან ეს შედეგით სრულდება ეს ყველაფერი. ასისტი, გოლი, გოლი, ასისტი. არ ჩერდებიან 90 წუთის განმავლობაში. ეს ძალიან დამანგრეველი არის მენტალურადაც და ფიზიკურადაც მეტოქეებისთვის და ამიტომ რომ აქამდე ჯერჯერობით ვერავინ აუღო ალღო, მაგრამ ასევე სამართლიანობისთვისაც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ისეთი სოლიდური მეტოქე არ ყოლია საფრანგეთის ნაკრებს, ვინც ამ ყველაფერს დაამუღამებდა და ზიანს მიაყენებდა. რისკი რა არის ამ ყველაფერში? ყველა გოლი, რომელიც ვიხილეთ საფრანგეთის ნაკრების შესრულებით, 90%-ზე მეტ შემთხვევებში იყო ამოთხეულის შესრულებული და სხვებია განაპირა მცველები, საყრდენი ზონა იგივე ჩუამენი, რაბიო, კონე თამაშობს ხანდახან ნაკლებად იღებდნენ აი დიდ წვლილს, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში და შერკისაც ცოტა დრო ეძლევა, იქ მცირე კონფლიქტიც ჰქონდა დეშამთან. არ იყენებს ფაქტობრივად არავის სხვას. ეს
კითხვას ბადებს. თუ მოხერხდა საფრანგეთის ნაკრების განეიტრალება დროებით მაინც, აი თუნდაც მაროკო არის პირველი ნაკრები, ვინც ხვდება ახლა საფრანგეთს, ვისაც თეორიულად შეუძლია რომ პრობლემები შეუქმნას. რა მოხდება შემდეგ, როგორ გადაეწყობა გუნდი და ვინ დაემატება ბონუს მოთამაშედ, ვინც შეტევაში წვლილს შეიტანს ძალიან დიდი ინტერესით ველოდები მე პირადად მაროკოსა და საფრანგეთის ჯახს და თუ დაძლია ფრანგება ეს ბარიერი, მე უკვე ესპანეთს შეხვდება ალბათ, იმიტომ რომ ბელგიამ ამერიკასთან კი მაგრად თამაშა, მაგრამ მე ეჭვება რომ ესპანეთთან რაიმე გამოვიდეს და საფრანგეთი ესპანეთის ნახევარფინალი იქნება ალბათ საოცნებო მატჩი. ყველას გვინდა ამის ნახვა, რომელი სათამაშო სტილი და კულტურა იქნება უფრო დომინანტი. ეს აქაც მაინტერესებს თქვენი აზრი და დაწერეთ კომენტარები. თეორიულად, რომ უფრო მეტად ელოდებით საჩემპიონო თამაშის ჩვენებას აი ამ კრიტიკულ მომენტში. ინგლისის ნაკრებიც არ დავტოვოთ უყურადღებოდ. ჯერ გეტყვით რომ 2000 ლაიქზე უნდა ავიდეთ დღეს უეჭველი რომ გათამაშება ჩაირთოს და ჰარი კეინი კაცი რავი საოცრ IQ ჩემი საყვარელი ფორვარდი თანამედროვეობის რომლის ხილვაც ძალიან მინდა ბარსელონაში და ალბათ ვერ ვიხილავ მაგარ მსოფლიოს ატარებს უმაგრესი საკლუბო ქონდა და ფინალი ან ნახევარფინალიც თუ ითამაშა ცოტა გაუჭირდება მაგრამ ძალიან ახლოს მივა ოქროსბურთთან ღვთაებრივი სეზონი აქვს და მესის იმ 92 გოლიან მაჩვენებელთან ახლოს არის მისული უკვე ვერ გაიმეორებს, მაგრამ მეორე ადგილზე გადავიდა ისტორიაში და წარმოუდგენელი შედეგი არის უბრალოდ ეს რა, ისტორიული და დასაფასებელი. ტუხელმა შესძინა პრაგმატიზმი ინგლისის ნაკრებს, შედეგიანობა ბოლომდე იბრძვიან და ის რაღაცა ეს დამარცხებული უსისხლო მენტალიტეტი რაც ქონდა ინგლისის ნაკრებს, აი მაგარი თაობა, მაგრამ აი რაღაცა ბოლოსში უემოციოთ ესე უგეგმოთ ვარდებოდნენ და აგებდნენ. ცოტა განსხვავებულს დავეშტილებას ტოვებენ, იბრძოლეს 10 კაცით მოიგეს. ძალიან მაგრად ითამაშეს დაცვაში 10 კაცით და ეგეც აღსანიშნავი და მისასალმებელი არის და თავარი პრობლემა რაც ამ გუნდს აქვს არის დაცვის ხაზი, ბევრი ტრამვირებული, დატოვებული ტრენტი, დამტრეული ჯეიმსი, ისეთ ფეხბურთელები დგანან უკან, აი ბევრი არელოდა და რაღაცა უცნაური ოთხეული ყავს დაცვაში ინგლისს და თითქმის კი არა, ყველა შეხვედრაში შეიქმნათ პრობლემა. და ყველა მატჩი გავუხდათ თუ არ ჩართოთ პირველ ტურს რაღაცა ბოლო წუთებზე გასაწური და მოსაგები და ეს ჯერჯერობით ფავორიტის სტატუსს ბოლომდე ვერ აძლევს მაგრამ ნაბიჯი უმატებს ინგლისი ძალიან მაგარი გამოსვლა ექნებათ ნორვეგიასთან რას ფიქრობთ ჰოლანდია ჯობებს თუ კეინი მაგარი აფიშა ძალიან დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ ამ დუეტთან დაკავშირებით და ზოგადად ბომბარდირებზეც მაინტერესებს, ვინ გახდება საბოლოოდ სოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელი, მესი, მბაპე, კეინი თუ ჰოლანდი. რა თქმა უნდა, შევეხოთ თეთრი სახლის ჩარევასაც, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ორივე ნაკრების ბედი და თამაში და ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ბელგიამ თავი იგზნო დაჩაგრულად, ასე ვთქვათ, აი უსამართლოდ რო გექცევენ კუთხეში მიგიმწყდებენ, უფრო ღიზიანდები და უკან დასახევი გზა ჩახერგილი გაქვს და ისეთი გუნდური და ისეთ დონის თამაში აჩვენა ბელგიამ, რომ ამ ტურნირზე კი არა, საერთოდ წლებია ეგრე არ უთამაშია ბელგიის ნაკრებს. მე პირადად გაოცებული ვიყავი და დიდია იმის შანსი, რომ სწორედ აი ამ უსამართლობამ იმოქმედა და პირიქით დამანგრეველი შედეგები მოიტანა მენტალურად ამერიკისთვის. ბოლო 24 საათის განმავლობაში მატჩამდე მთელი მსოფლიო რო შენ გესვლის ტალახს და გაკრიტიკებს ძალიან ძნელი არის ასეთ სიტუაციაში ისეთი მენტალობა შეინარჩუნო. მე ველოდი რომ ბალოგონს მაგალითად თვითონ პოჩეტინო არ ათამაშებდა, მაგრამ თეთრი სახლის წინააღმდეგ ვერ წავიდა, გაუგონარი რამ ვიხილეთ, დარეკეს FIFA-ში თეთრი სახლიდან და აი ეს თხოვეს, აი რავი, მოდი სამართლიანობა აღვადგინოთ და ხომ არ მოუხსნიდით წითელ ბარათს ბალოგონს. და იქ ყურით მოათრიეს რონალდოს ფაქტი, რომელმაც მიიღო წითელი ბარათი ირლანდიასთან, მაგრამ ეგ იყო შესარჩევი, ბოლო ტური სათამაშო იყო, ის გამოტოვა და შემდეგ მიიღო ასე ვთქვათ შეწყალება, ამნისტია, გადავადება, სესხის, არ ვიცი, რაღაც ძალიან უცნაური წესი არის. საერთოდ რატო არსებობს ეგ წესი მე ვერ ხვდები. და ანუ არ გამოტოვა ჯგუფური ეტაპის პირველი, მეორე ტური კრიშტიანოვმა. ეგ კიდე რაღაცა ლოგიკაში ჯდება. ერთი მატჩი დაისაჯა წითელის გამო ეს კაცი და ბალოგონმა წითელი მიიღო ტურნირზე და მომდევნო ტურშივე გადაუვადეს წითელი ბარათი მომდევნო წელზე. საოცარი ფაქტი არის, ბევრ რამე შეგვიძლია თარგმნოთ ეს ყველაფერი. ამნისტიას ვახსენეთ, სესხის გადავადებას, ამ რაღაცებს უფრო წააგავს, ვიდრე საფეხბურთო წესს. FIFA-მ ისე თქვა, ეს წესებში წერია ესო, არავის დაურეკავს და ჩვენზე გავლენა არ მოუხდენიო, პირიქით იქ თეთრ სახლში გაუხარდათ, მე იქიდან ძალიან შეხმატყმილებულად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჭყალებში.
ბედნიერები ვართ რომ გაითვალისწინესო ჩვენი თხოვნაო, იმათ არ ვიცი, ფეხბურთი და ამერიკა, მართლა სოკერია, მართლა სოკერია რა. არ არის თქვენი საქმე რა, ისევ ჯობს ბეისბოლები და იქ ჰოუმრანები და მაგას მიხედეთ. იქ არის თქვენი საქმე. წარმოუდგენელია უბრალოდ რომ ესეთი ფაქტი ვიხილეთ ვარის ეპოქაში და ბოლო წლებისში რა ძრებიც არის ტექნოლოგიურად ფეხბურთში, აი ეს გადმონაშთი რაღაც 2002 წლის ვნახეთ 2026-ში, მაგრამ საბედნიეროდ ბელგია მოიგო 4-1, ეს ყველაფერი დასრულდა, ასევე მალევე მოყომარდა და კორეა-იაპონიის ჩემპიონატამდე არ მივსულვართ, ეგეთ ფაქტებს არ ქონია ადგილი, საბედნიეროდ და იმედი აღარც ექნება. შევეშვათ ამ თემას, თქვენს კომენტარებს აქაც ველი და მოდი საქართველოს ნაკრებთან მივიდეთ ახლა და ის პარალელი გავალოთ მტკივნეული, რაზეც Facebook-საც ვისაუბრეთ, TikTok-საც მქონდა ვიდეო, რა დაგვანახა მსოფლიო ჩემპიონატმა, ბევრი ყურით მოთრეული მიზეზი ჭყალებში გაправება, როგორც ამბობენ ხოლმე, გააშიშვლა და დაგვანახა რომ ეს ყველაფერი იყო აი განწირული დამნაშავე ადამიანის მიერ ფარად გამოყენებული რაღაც ნასტროლის სიტყვები. იმიტომ რომ ამ ჩემპიონატზე პატარა გუნდებმა, საშუალო დონის ნაკრებებმა და სუსტმა ნაკრებებმა გაუგონარი შედეგები და ხარისხი აჩვენეს. ავსტრალიის ნაკრებით დავიწყოთ, მოდით მაგაზე გქონდა ვრცელი ვიდეო, ნახეთ ალბათ, ვისაც არ გინახავთ, ეხლა კიდევ ვისაუბრებ. კაბო-ვერდემ რაქნა ეს ხო ცალკე თემა არის. ფეხბურთელები გუნდები დაკომპლექტებული მეორე ლიგებიდან. ავსტრალიის ჩემპიონატი, ამერიკის MLS, ინგლისის ჩემპიონშიპი, თურქეთის მეორე ლიგა, თუ გინდა თურქეთის პირველი ლიგა იყოს. პორტუგალიის მეორე ლიგა, პორტუგალიის პირველი ლიგის აუტსაიდერი გუნდები, არ ვიცი. საოცარი დონის ფეხბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული ეს ნაკრებები და ითამაშეს მაღალ დონეზე, გააზრებულად, იყო დაბალი ბლოკი, პრაგმატულად უკან 0-0-ის გაწურვა ესპანეთთან მაგალითად, კაბო-ვერდეს მხრიდან. საოცარი პრესინგი და უხგოლიანი მატჩი არგენტინასთან. ავსტრალიამ რაც გააკეთა მაგალითად თურქეთთან, როგორ ითამაშა კონტრშეტევაზე და 2-0 მოუგო გუნდს საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებით. იმ გუნდს, რომელმაც ჩვენ ორივე თამაში მე-20 წუთზე 3-0 დაგვისვა და უშანსოდ გაგვანადგურა. რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ბოლო წლებში ევროპის ტოპ 5 ლიგაში უკვე 10+ ფეხბურთელი ყავს. ასეთი ფუფუნება და არჩევანი არ ქონია თითქმის არასდროს, ხო? ვერ იხსენებ ეგეთ ფაქტს. არიან ასევე საშუალო დონის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელები, პრაქტიკის მქონე ფეხბურთელების ხო ყავს და ბოლო წელია საერთოდ სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გასული სეზონის და ეს შემთხვევითობა და ქართველების სურვილი არ არის. და სხვა დეტალებს რა შევჯერდეთ ფეხბურთაზე და ასე შემდეგ. უამრავი კარგი ფეხბურთელი ყავს და ის მიზეზი უბრალოდ აღარ გავიგონოთ, თუნდა და აღარ უნდა გავატაროთ და გაჩუმება არაფერში არ გვადგია ეხლა რა, იმიტომ რომ ფეხბურთელები არ ყავს, ვიღაცა უთამაშებელია და ასე შემდეგ. იმდენი ფეხბურთელი ყავს. ვიღაცებს კიდე არ იძახებენ და ჩაგრავენ და შეჩევითი სამართალი და პირადული შეხედულებები არის რაღაც, რაც აუხსნელია ჩემთვის პირადად. რომ ფეხბურთელები მორჩენილი არის, არ ყავს კი არა. არ გამოუძახებიათ ჯერ ნაკრებში ცოცხლიანს ვისაუბრებთ წინა ვიდეოებში აქტიურად მიმოვიხილავდი ამ თემას და კიდევ შევეხები მომავალში. და ეს უნდა დასრულდეს რა, ჩვენი პრობლემა არის სისტემაში. სისტემა არ გვაქვს. აი ავსტრალიის ნაკრებს მომარო ის ოქროს თაობა რაც ყავდა მაღალი დონის პრემიერ ლიგაში რომ თამაშობდა ნახევარი გუნდი. ეგ ხო აღარ ყავთ და დაკარგეს, ხო? და ეს მეორე ხარისხოვანი მეორადი ფეხბურთელები გამოვიდნენ და აი ამ სისტემამ იმდენი იქნა რომ იმუშავა მაინც შედეგი დაიდო. და ჩვენს შემთხვევაში არ არის საუბარი რა ყოველ წელს სოფლიო ჩემპიონატს გავიდეთ, უბრალოდ ბრძოლაში დამარცხება და ბოლო წუთზე აი არ გაგიმართლა და გაჯობა ეხა რა, რომ აი 3-2 წააგე რაღაც სიტყვაზე და აი ნახე რა მაგრა ითამაშა იმან და აი არ გაგვიმართლა რა. ეს სხვა რაღაცაა ესე რომ იტყვი და ჩვენს შემთხვევაში რაც ვნახეთ, ეს იყო აბსოლუტური ჩავარდნა, გეგმის არ ქონა, არ ცოდნა, რა არ ვიცი რა, ნებისმიერ ამ შეგვიძლია უწოდოთ ყველაფერს. საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა იგივე სქემის შეცვლა და ისევ მე ძველ სქემაზე დაბრუნება ეს ყველაფერს გავლილი გვაქვს. აქ გამოიკვეთა უკვე რომ არიციან რაქნა და აგონიის ნიშნებიც არის და სოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ამ ყველაფრის გაშიშვლება მოახდინა და ვეღარ გაიმართლებს ვერავინ თავს უკვე, იმიტომ რომ უამრავი მაგალითი ვნახეთ ჩვენ ამ ტურნირზე. მე ხა მარტო ორი შემოგთავაზეთ რომ არ გაწელილი იყო საუბარი და უსრულო. ამას ცალკე ვიდეოს ჩაწერა შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და საქმეს უნდა მოუკიდოთ ხელი მაქსიმალურად სერიოზულად და მკაცრად და ჩემი მხრიდან და სროცხლიანის გუნდის მხრიდან მაქსიმალური
გულახდილობა და პირდაპირობა იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის ფეხბურთისკენ ვარ მე და ჩვენი ქვეყნისკენ და არა ვიღაცა ტიპებისკენ და მოვა ერთა ლიგის დრო სექტემბერი. თუ ეს ციკლი ჩვენ ჩავაგდეთ და ჯგუფი ვერ მოვიგეთ, უნდა დადგეს ეგრევე მწვრთნელის გათავისუფლების და ახალი მწვრთნელის მოძებნის საკითხი. ეს უნდა მომხდარიყო ერთი წლით ადრე და რო ვერ მოხდა, ეხლა ზაფხულში ხა ამ 2-3 თვეში ბუნებრივია რომ მწვრთნელი გაუშვათ, ახალი მოიყვანო, სიგიჟია, ვერავინ მოასწრებს რაიმეს დაგეგმვას და გატესტვას. მაგრამ შემდეგ ნოემბრიდან მარტამდე იქნება მონაკვეთი თუ ერთა ლიგის ჯგუფი ვერ მოვიგეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? კომენტარები გამოუშვით. არ მოვერიდოთ ჯანსაღ კრიტიკას, როგორც ხდება ხოლმე ცრუცხრიანში, ჩვენ ჯგუფიც გვაქვს, რომელიც ლინკიც ქვემოთ არის აღწერაში. უეჭველი დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო 2000 ლაიქზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გათამაშება ირთვება. რაც შეეხება წესებს არის უმარტივესი, თუ გინდათ რომ მოიგოთ საფეხბურთო მაისური, ნაკრების კლუბის, რეტროს სულ-ერთი ამისთვის დაფიქსირდეთ კომენტარებში დღევანდელ თემასთან დაკავშირებით რაც გინდათ დაწერეთ და როგორც კი ვიდეო 2000 ლაიქზე ავა, ეგრევე ჩაირთვება და 20 თქვენგანი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისურს. მოკლედ, დღეისათვის ეს იყო სულ მსოფლიო ჩემპიონატს გავყვებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშების და ეტაპების შემდეგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ, აქ ვარ, დავბრუნდი. მოკლედ, თვალი ადევნეთ Crystal Sport-ის YouTube არხს, რა თქმა უნდა, გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. აბა დროებით.